ადრე პირველი. მოკლედ მოგესალმებით. ინტერნეტ მაყურებლებო, რა თქმა უნდა თუ არსებობთ, როგორც სინაპოსიდან გაიგეთ ისტორიკოსი კლუბი იწყებს ახალ პროექტს. ნუ რაღაც შესვენების მერე, მაგრამ მაინც იწყებს ესე ვთქვათ. პროექტის მიზანია რომ დაგაცნოთ სტუდენტები, რომლებსაც ეკოთ გამბედაობა წამოსულიყვნენ ევროპაში. საკუთარი თუ სხვადასხვა სტიპენდიის ხარჯზე და საკუთარი ცხოვრება გააგრძელებინათ ევროპაში და ეხლა გაგაცნობთ სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურებთ, გაგაცნობთ მათ, რას ფიქრობენ, თავიანთ გამოცდილებას გაგზიარებენ. მედია საინტერესო იქნება თქვენთვისაც. ჩვენთვის უკვე საინტერესო დღეს ჩვენ ვიმყოფებით პარიზში. და ვისაუბრებთ მარიამ მუცულიძეს, რომელიც სწავლობს სორბონის უნივერსიტეტში. პირველში იმართლობა რომ ჩამოვთქვით პროექტში და დიდი პატრონი რომ ისტორიკოსთა კლუბის განათლები საქმიანობაში მეც რაღაცა შევიდა. ალბათ სიმბოლია ისტორიკოსთა კლუბის პროექტის პირველი მონაწილე არის ისტორიკოსი. რა თქმა უნდა, პროექტი არ ეხება მხოლოდ ისტორიკოსებს და იქნებიან სხვადასხვა დარგის სტუდენტები ჩართულები, თუმცა პირველი სტუდენტი იქნება ისტორიკოსი ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან და დღევანდელი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. არის. ოკეი. ეს სახელმწიფო ნაუტაზე ვიცით. მარიამ, მოკლედ ზოგადად გითხრათ, რა პროგრამით ხართ და რამდენი ხანი აქ ხარ და როგორ მოხდი? მოკლედ მეორე წელია, მეორე წელს ვაკეთებ სტუდენტურას, ჩამოვედი შარშან, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი ვიყავი, საფრანგეთის მთავრობას აქვს ყოველ წელს საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც რამდენიმე სტუდენტს ასპარეზობს სტიპენდიას, ოღონდ განსხვავებით სხვა სტიპენდიასთან აქ არის განსხვავებული და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეუძლია აქტუალის მოპოვება. რაღაც გარკვეული პლუსი არის მეგონი. რაც შეეხება როგორ მოხდი აქ. პირველ რიგში მან განაპირობა ჩემი არჩევანი, რომ მასობრივად თანხმობანი ვიყავი. შესაბამისად, გარკვეულწილად თავიდანვე სწორად მქონდა ფრანგული უნივერსიტეტი. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სორბონა იყო სიაში. თან მას ვთქვა, რომ ცოტა სპეციფიკური სპეციალობა მაქვს, დიზაინერისტი ვარ და მithmetes დიზაინერისტიკის სფეროში არ არის ბევრი სამართლის პროგრამები. ასე მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დავიწყე სამართლის პროგრამების ძიება. და მას ჩაწერო დიზაინის ისტორიის მასტერი საფრა პარიზში. და ამოვიგდო ერთადერთი პროგრამა. და გადაწყვიტა რომ მეთქე ამ პროგრამაზე ვისწავლი. და შეიძლება ამ თემას ყველას უჩვენებს ჩვენს მეგობრებსაც რომ ინფორმაცია მოიწია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია რომ მეორე კურსზე გადავიძებდი რადიოლოგია, იმიტომ რომ კიდე თითქმის 3 წელი ჰქონდა, მაგრამ სწორედ ამან განაპირობა ის რომ მე სწავლის დამთავრებისთანავე გავაგრძელე აქ გვესწავლა. იმიტომ რომ ინფორმირებული ვიყავი, ვიცოდი რა მჭირდებოდა, რომ თუნდაც სტიპენდია ამეღო, რა მჭირდებოდა რომ აქ გამეცედნენ სწავლა და შესაბამისად ჩემი ბაკალავრიატის პროგრამა დავგეგმე ამ მიმართულებით, რომ გამეგზავნებინა მაგისტრატურაზე აქ სწავლა. ანუ როცა გაიგე სტიპენდიის ამბავი, ამ ინფორმაციას აგიძიებდი, იმიტომ რომ ხშირად ხდება რომ არსებობს სტიპენდიები, არსებობს დედლაინი, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს, რადგან ინფორმაცია პრინციპში არ არსებობს. შეიძლება იყოს უნივერსიტეტის საიტზეც, მაგრამ უნივერსიტეტის საიტი პრინციპში გამოუყენებადია სტუდენტების მხრიდან და ასევე არც არავინ არ ფიქრობს, რომ თავისით მოიძიოს ინფორმაცია. შესაძლოა მოიძიოს ინფორმაცია.
ან მე ვიცოდი ეს საფრანგეთის სტიპენდიები ვარსებდა, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო საფრანგეთის სტიპენდიით წამოსული, მაშინ ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი. რო წამოვიდა, ამ სტიპენდიის არსებობა ვიცოდი და როგორც კი სამაგისტრო პროგრამაც ვნახე, მე უკვე ვადები ყველაფერი ვნახე და ინფორმირებული ვიყავი. ვიცოდი რა მჭირდებოდა, აიმიტომ მაგას ვამბობ, რომ ძალიან ადრე ვნახე ყველაფერი. ვიცოდათ რომელი ენის სერტიფიკატი მჭირდებოდა, როდის იყო ვადები, ვიცოდი. და მაგიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფორმირებული ხარ და ამიტომ მგონია, რომ მაშინ კი უნდა დაიწყო ძებნა, როცა მართლა წასვლა მინდა. ცოტა ადრე უნდა დაიწყო, იმიტომ რომ ესე რა ვიტყვი, რომ აი ხამე წასვლა მინდა, არ გამოდის ეგრევე წასვლა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცა გჭირდება და ამას რო უნდა. გასაგებია. ერთი კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ალბათ უფრო მერე დაგიცვალ, იმიტომ რომ წასვლა მინდა ესეც ხშირად ხდება ხოლმე, ხშირად მესმის ჩვენი სტუდენტებისგან, საქართველოს და მისაც ჩამოსვლა უნდა. რომ არ მართალია, რომ თქვათ სტიპენდია რო ხარდება, მაშინ უნდა წამოსვლა და მე ყველაფერი საბუთების პრობლემას ექნებათ, ესე ვთქვათ, პრობლემას ექნება. ვეღარასწრებენ და ისე გონიათ, რომ აი ახლა უნდა ჩამოვიდნენ აქ და თქვა ჩამოვიდნენ მეორე ვეღარ ვიცი, თქვა შეპირველივე წელს ჩამოხვედი? პირველივეზე ანუ როგორაც ვთქვი, ხო თქვენ მეორე კურსზე ვიყავი რომ ნახე საუნდ პროგრამა და მესამეზე ფრანგულ სკოლაში სწავლობდი, მაგრამ მე უკვე უნივერსიტეტში და უკვე პრაქტიკა არ მქონდა. ამიტომ მესამე კურსზე ვიყავი რომ და განვაახლო ფრანგული რომ სერტიფიკატი ამეღო. და ზუსტად ავიღე მეოთხე კურსზე რომ გადავედი, ავიღე სერტიფიკატი და შემოსად როცა უკვე დრო იყო საბუთებში და ის ყველაფერი მზად მქონდა. ანუ როგორც ხადარიგი დავიჭირეს. ძალიან კარგი. ანუ შენ ხარ ბიზანტიის ასე ვთქვათ სპეციალისტი, როგორ შეიძლება ქართულად დაუსახო ბიზანტინისტი. ანუ პრინციპში საქართველოში როგორ არის მართულებით, ანუ ჩვენ უნივერსიტეტში რაღაც ჩემ პერიოდშიც და პრინციპში მე ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც ვთქვათ, ან მაგ განხრით მიდიოდა, ან რაღაც მიახლოებით მაინც ხო, ესეც აიდან და ესე ვთქვათ, საქართველოში როგორ არის მაგ მიმართულებით საქმე და აქ როგორ არის იქნებ პარალელით გააკეთება. ანუ თავიდან ჩავაბარე ისტორიული აღარ არის, ანუ ისტორიის მიმართულებაზე ჰუმანიტარული ფაკულტეტის და ძალიან კარგი არის ის, რომ გვაქვს ჩვენ საშუალება ავიღოთ მეორადი სპეციალობები. მართლა ძალიან საშუალებაა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ან მარტო ისტორიის პროგრამა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევიძინოთ ის ცოდნა, რაც გვჭირდება ამათ თუ იმ სპეციალობაში. და ამიტომ გადავწყვიტე, რახან თავიდანვე ვიცოდი, რომ ბიზანტიოლოგია მინდოდა, ამიტომ ვიცოდი, რომ დამჭირდებოდა ენები. და გადავწყვიტე, რომ რაღაც ფილოლოგია ამეღო რომელიმე. რომელიმე ან ბიზანტიურ ფილოლოგია უნდა ამეღო, ან კლასიკური. საბოლოოდ გადავწყვიტე კლასიკური ფილოლოგიის აღება, იმიტომ რომ მინდოდა, რომ ლათინურიც მესწავლა და ბერძნულიც. ბიზანტიურ ფილოლოგიის ნაკლი არ არის, მაგრამ ისა ის რომ მარტო ბერძნული მისწავლება. ან ასე მოხდიან კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე, ასე ვთქვათ. და შემიძლია ესე ვთქვა, რომ მეორე სპეციალობა კი ქვია, მაგრამ არ ვასწავლე ისტორიისგან და იმდენად საოცარი გარემო ზოგადად კლას ინსტიტუტში და შეუძლებელია რომ არ მოექცე ამ გავლენის ქვეშ. პრობლემა ისაა საქართველოში, რომ ბიზანტიის ისტორიის დაინტერესებული თუ რეალურად არანაირი საშუალება არ გაქვს, რომ ბიზანტიის ისტორია ისწავლო. და თავიდანვე ფიქრობ იმაზე, რომ საჩენობა გააგრძელო სწავლა. არის არა ძალიან კარგი კათედრა არის ბიზანტიური ფილოლოგიის და მართლა ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. და ანუ შემიძლია თქვა, რომ ისოდნე იმდენად გამომადგა აქ, რომ გარკვეულ საკითხებში რაღაცას აღმატებულადაც კი გზნობდი თავს აქაურ სტუდენტებთან შედარებით. მაგრამ მაინც ის პრობლემა მქონდა, რომ ისტორიაში არ ვიყავი ძლიერი, იმიტომ რომ რასაც ესენი სწავლობდნენ წლების განმავლობაში, მე არ მისწავლია. თუნდაც ეხლა ნახევარწელი რო სწავლობ ისტორიას და 1000 წლის ისტორიას და აქ რო სწავლობენ, მართლა 3 წლის განმავლობაში სწავლობენ ბაკალავრიატზე და თან არის ეს დაყოფა
ვამბობ, რომ შეიძლება მარტო ერთ სემესტრი ისწავლო მარტო კომუნიკაციების ხანია. ერთ წელი ისწავლო, დავშოთ ხატმებრძოლეობა და ანუ ეს იმდენად დაწვრობით სწავლობ ყველაფერს, რომ მართლა ბიზანტიის ისტორიკოს ხანაც ეს უნდა იცოდნენ. ხო, ეხლა ვიცოდი, მაგრამ ნუ პრობლემა ის ქოთრო ჩამოვიდა არ ვიცოდი. ეგრე დაწვრილებით და ვიცოდი. შენი აზრით ის უბრალია ეს რომ არ იცოდი, არა ის რეალია ის უბრალია არის რაღაცა ნაკლი სისტემაში თუ უბრალოდ ჩვენ საქართველოში არ ყავს შესაბამისი სპეციალისტები თუ უბრალოდ არ იციან შესაბამისი ყურადღება. ხო, ნუ რამდენი პრობლემაა. სისტემის ნაკლიც არის, იმიტომ რომ ეს რაც კრედიტების სისტემა რო გვაქვს, ანუ ვცდილობთ რომ ყველა ეპოქის და ყველა რეგიონის ისტორია ისწავლოს ისტორიკოსმა, მაგრამ რეალურად გამოდის რომ კარგ ცოდნას ზოგადად ვიღებთ, რაც დავუშვათ აქ არ აქვთ, მაგრამ ვერც ერთ სფეროში ვერ სპეციალისტებით თუ ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ. ჩემს შემთხვევაში ის იყო, რომ აი ბიზანტიის ისტორიაში საშუალებაც არ მქონდა, იმიტომ რომ აი ეს ნახევარწელი იყო მარტო ბიზანტიის ისტორია. სხვა არანაირი საგანი არ იყო თუნდაც არჩევითი ბიზანტიის ისტორიაში და ერთ-ერთი საშუალება მართლა მქონდა, რომ მეღო ბიზანტიური ფილოლოგიის საგნები, სადაც მართლა ძალიან კარგი ცოდნა მივიღე, იმიტომ რომ გავიარდა ბიზანტიური ფილოლოგიის სწავლება, სადაც ანუ ეს არ იყო მარტო ბიზანტიური ფილოლოგიის სწავლება, ზოგადად ბიზანტიური კულტურას სწავლობდა და საკმაოდ საფუძველი ცოდნა მივიღე. გავდიოდა ბიზანტიური ისტორიოგრაფიას, ცალკე ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას და მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დეტალურად სწავლობდა ყველაფერს. მაგრამ მაინც პრობლემა შემოქმნა, იმიტომ რომ რეალურად ნუ ხო ისტორია არ იყო ეს. მაგრამ აქ პრობლემა აქ ის არის, რომ აქ საერთოდ არ არის ზოგადად ეგრე გაყოფა, ანუ თუ ხარ ბიზანტიისტი არ არის ესე ფილოლოგი ხარ თუ ისტორიკოსი. იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზანტინისტი აქ იკვლევს ფილოლოგიურ თვალსაზრისას და ისტორიულ თვალსაზრისას, იმიტომ რაღაც ჰიბრიდი ანუ ჰიბრიდული სპეციალობა აქ ასე ვთქვათ, რა არ არის ეგრე გაყოფილი, რომ აი მე ისტორიკოსი ვარ და შენ ფილოლოგი ხარ. და პრობლემა ისიც იყო, რომ სპეციალისტიც არ იყო პრინციპში ბიზანტიის ისტორიკოსი, ვინც გვასწავლიდა, იმიტომ რომ ნუ ხა სტრატას ვიტყვი. ანუ ბიზანტიის ისტორიაში გავდიოდი, ლექტორი შემოვიდა და ესე დაიწყო ლექცია, რომ ბიზანტიას დიდი არაფერი არ შეუქმნია. და მე ძალიან გავბრასდი, რომ რას ქვია ბიზანტიას არაფერი არ შეუქმნია და თან ლექტორი შემოდის და პირველ ლექციაზე გეუბნება სტუდენტს, რომ ბიზანტიას არაფერი არ შეუქმნია, მაშინ რატომ ასწავლოს, რომ ნახევარი წელი ბიზანტიის ისტორიას თუ არაფერი არ შეუქმნია და კიდე მეორე მომენტისა, რომ ახლა და რეალიზება სურვილი, რომ ბიზანტიის ისტორია იყო, რომელიღაცა ისეთი ქვეყნის, რომელიც უკვე აღარ არსებობს და თან არაფერი არ შეუქმნია. რატომ დაირჩიო? ვერ ხვდები ლოგიკას, ნუ მართალია ალბათ. და რაღაც ისე იყო, რა შეგდეთ ისტორიაზე. რავი, არ გინდა საუკუნეების სწავლა დასავლეთის რაღაც რომ ისწავლე რა ბიზანტია და აღარ არსებობს რა. მაი ძაცუდი მიდგომები გვაქვს ბევრ რაღაცაში რა. მithumetes მე აგიებენ იმას რომ აი მოდი გახდი კარგი ქართველი და იქნები ბიზანტიის სპეციალისტი. კი აქ ნუ არ გულისხმობს იმას რომ კარგი ქართველი ხარო ბიზანტიის ისტორია იცი. Toro შეიძლება კი რაღაცა კუთხით იცი ბიზანტიის ისტორია, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეხების ადგილები გვაქვს და ის პერიოდები იცი, ასე ვთქვათ, მაგრამ შენ არ იცი ბიზანტიის ისტორია, ვთქვათ, სივსულად ასე ვთქვათ და იქ მიმდინარე პროცესები. კარგი, გასაგებია. მოკლედ, ახლა გუშინდელი საუბრის მერე გავიწევთ ცოტა ინტერვიუს ჩაწერამდე, გავიგე რომ შენ სამაგისტრო პროგრამა და ახლიდან დაიწყო სამაგისტრო პროგრამის გაკეთება, რადგან დოქტორატურაში გინდა ჩაბარება, რა პროცესები გაიარე მაინც? ხან რო ჩამოვედი, ამათ არის მასტერი 1, მასტერ 2, ცალ-ცალკე არის. ორწლიანი მაგისტრატურა, მაგრამ არის ცალ-ცალკე, ანუ შეგიძლია პირველი წელი გააკეთო სხვა თემაზე, მეორე წელი სხვა თემაზე. მე რახან 4 წელი მქონდა თბილისში ნასწავლი, პირდაპირ დამცვეს მეორე კურსზე მაგისტრატურას და რეალურად მაგის შემდეგ შემდგომ პირდაპირ დოქტორატურაზე გამაგზავნებინა. მაგრამ აი
უკვე რომ მივედი ასე ვთქვათ ბოლოში მაგისტრატურისთან და დავიწყე იმაზე დოქტორატურაზე განაგრძელებინა რა თქმა უნდა ჩემთან პლანელ ფაქს დავიარე კონსულტაციები და ნუ უბრალოდ ისე აღმოჩნდა რომ პირდაპირ მითხრა პოლიტიკური ისტორია არ გინდაო რომ ვერაფერ ახალს ვერ დაწერო ამიტომ რაღაცა სხვა მოვიფიქროთ რომ რაზეც შეიძლება ეს კარგად იმუშაო და მithens კარგი სადოქტორო თემა გააკეთო იმიტომ რომ ჩვენ ეს რაღაც გონია რომ უცხოეთში გონია რომ ყველაფერი სიახლე ექნება რადგან არ არის დაწერილი უცხოურად და გონია რომ ქართულად გადმოვთარგმნით და სიახლე იქნება მაგრამ ვერ მოატყოთ ეგრეც ეგეთი სურვილებიც არ არიან და ნუ ამიტომ შაშან დავიწყეთ შაშან წელს გაზაფხულზე დავიწყეთ პროჟეობა იმაზე რაზე შეიძლება გამოკეთდეს სადოქტორო თემა. ნუ პირველი თემა მქონდა ბიზანტიის თავდაცვის სისტემაზე და საქართველოს ამ თავდაცვის სისტემაში. და არ მომწონდა ეს თემა სიმართლე უნდა ვთქვა, მაგრამ როდ გავაგრძელე ის თბილისშიც მუშაობდი თემაზე მუშაობდა და თან მაინც პირველი წელი იყო კიდე არ ვიცნობდი აქაუს სისტემას, ბერნიოსები არ ვიცოდი და ამიტომ აი ესეთი როგორ თქვა თამამი არ ვიყავ. და რაც თემაც ქონდა გავაგრძელე და მე თვითონ თქვა რომ ინიციატივები გამოვიჩინე არა. და თან მაინც თვითონაც მირჩიეს რომ რახან მაინც პირველი წელია და პირველ პროგრამაზე ჯობია ისეთ თემა გააკეთო რაც უკვე ნამუშევარი გაქვს და არ დაგჭირდება დავშოთ თავიდან ყოველთვის გაკეთება. რაღაც ხით ძალიან კარგი რჩევა იყო, იმიტომ რომ უფრო გამიადგუნა და არ მქონდა დენი სამუშაო, ასეთ თემა ნახევრად გაკეთებული მქონდა და საბაკალავრო თემა იყო ერთი ნაწილი, ჩემი სამაგისტროსი და კარგი გამოცდილება მივიღე. როცა დავიწყე სადოქტორო თემა იმის არჩევა, ძალიან ისეთი მიგდომა გამოიჩინეს, რამაც გამოგვიყვება, იმიტომ რომ აი ჩემო ხელმძღვანელმა ქართულებს წერა, რომ რა თემაზე შეიძლება მუშაობა ბერნარუციას მიწერა, ბერნადეტ მაგისტრს მიწერა, რომ აი რა თემაზეთი გამოუყურებენ ქართოლოგიაში, რომ აი სტუდენტი იყოს ქართველი და რა შეიძლება რომ მან გამოიგრძნოს. და რაც რამდენიმე თემა შემოთავაზეს და მე თვითონ ავირჩიე საეკლესიო სამართალს. ესე იგი ეს იქნება ბიზანტიური და ქართული საეკლესიო სამართლის შედარება, რა მსგავსება, რა გასწორებია. ესე ზოგადად გაგიჩნდეს, მაგრამ საინტერესო გამოვიდეს, იმიტომ რომ მინდა ამ საეკლესიო სამართლის ფონზე გარკვეული სოციალური ისტორიაც შევისწავლო. ასევე დავაგებთ რა მართება იყოს ეკლესიის სამოქალაქო სამართალს შორის რეალური ცხოვრებაში როგორი იყო გატარებული ეს აკრძალვები, ეს კანონები. დიდი თემა. და ეხლა კონკრეტულად ჯერ არ მაქვს დავიწროებული, მაგრამ სამაგისტროზე ეს გადავწყვეტ, რომ იქნება მარტო ისტორიოგრაფია, წყაროები, რომელიმე ერთ პრობლემას ავიღებ და უკვე დოქტორატურას გავგზავნე დაწვრილებით შესწავლას. და აქაც არიან თავისთავად რომ ასე იმუშაოს. ძალიან საინტერესო თემაა. ისუკან პარიზის ცნობილი ტერაქტები მოხდა. შემდგომ დიდი ხანია პრინციპში აქ ცხოვრობ და შენ სამწუხაროდ მოგიწია ისე რომ ორივე ტერაქტს საჩეესარი და თუ შეგიძლია რომ გითხრა როგორ გადაიტანეს შენ პირადად და თვითონ აი საზოგადოებამ როგორ აღიქვა როგორ აღიქვა გასაგებია როგორც აღიქვა ტერაქტი მაგრამ თქვათ როგორ იქცევა საზოგადოება როცა ტერაქტი და როცა ესეთ სიტუაციაზე თქვათ როგორ გასაგებია ყოველთვის პირველი ჯერ ხოთქეცნისა რომ ანიკაში არ ვარდება
და პირიქითი რეაქცია იქონე რომ აი ტერაქტი მოხდა პირიქით ჩვენ ადოშინია ჩვენ თავისუფლებას ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენ დავშოთ აი იანის ამბები რო იყო პირიქით ისქოთ რომ რას ქვია ჩვენ იმ სიტყვის თავისუფლებას ვიდალავს და პირიქით მე მგონი უარეს რაღაცების გამოქვეყნება დაიწყეს რა დავშოთ რაც მოხდა, რის გამოც მოხდა ტერაქტი, იმაზე, ასე ვთქვათ, უფრო ძაფრი რაღაცები გამოაქვეყნეს. იმიტომ რომ აქ ყოველთვის ეგრე არის, ანუ არ ვიცი, შეიძლება ფრანგი ხალხის დამახასიათებელია ეგ. იმიტომ რომ ეხლაც იგივე მოვლენები, რაღაც მსგავსი მოვლენებია, იმიტომ რომ პირველი რეაქციები რაც იყო ფრანგების ის რომ გაუშვათ ჯარები სირიაში. რაც ანუ ლოგიკურია რომ უარეს შედეგს გამოიწვევს და უშუალოდ შეიძლება უფრო მეტ ტერაქტს ელოდო თუ ჯარებს გაგზავნოს საფრანგეთში, მაგრამ არა, ფრანგები მაინც მაგაზე არიან რომ ჩვენი უნდა ვუჩვენოთ ჩვენი ძალა, ჩვენ ადვეშინია, ჩვენ ვერ დაგვამონებით. Pas de problème. Ah, vous prenez une photo, vas-y, Oui, prenez. oui. Oh, non, non, c'est en Allez-y, vidéo. merci Ah, beaucoup. merde. Pas de problème. Oui, oui. C'est gentil, merci. აჰა, გასაგები, ანუ სოლიდარობა როგორ აქვს ერთმანეთს ესე ვთქვათ. ანუ იმ დღეს ჩვენს გარეთ ვიყავით ყველანი, ესე ვთქვათ, შეშინებული სახეები. ანუ იმ საღამოს პრინციპში არ ჩანდა, რომ აი ეს უკვე რეაქციას რომელსაც შენ ამბობ, იმ საღამოს არ ეთხოვოდა პარიზს ეს იმ წუთას კი შეიძლება, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელია რომ პარიზში ისეთი რაღაც მოხდეს, რომ რაღაც მართლა ანუ თან მithumetes მოხდა პარასკევს საღამოს. აი ეს პარასკევის საღამო არის საკრალური დღე და დრო ფრანგებისთვის, იმიტომ რომ პარასკევის საღამოს ყველა გადის დადებული კვირის შემდეგ დასასვენებლად, აი პარასკევის საღამოს რაც მართლა ტრადიცია და აქ პარასკევის საღამოს უნდა გავიდნენ. და ეგეც კი წერებოდა Facebook-ზე, ბიურმა ეგ დაწერა, რომ პარასკევის საღამო რო არჩიესო, უფრო მეტი სკოლპიც იმიტომ იყო, რომ შეიძლება ჩვეულებრივ დღეს მათდენი ხალხი გაში არ იყოს. რომ აქ აქვთ ეგ, რომ ჩვენ შეგვიძლია შუაკვირაში ჩავთვრეთ ღამის 2 საათამდე ვიყოთ და მერე დილით სამსახურში დავაგვიანოთ, მაგრამ ფრანგი მაგას არ გააკეთებს. ამიტომ ფრანგი ყოველთვის 12 საათზე ბრუნდება სახში, მაქსიმუმ პირველზე. შესაბამისად, ამიტომ პარასკევს ან შაბათს გადიან და მეტროც კი პარასკევს და შაბათს ორამდე მუშაობს. როცა ჩვეულებრივ დღეებში პირველამდე არის. აი, მართლა აი როგორ თქვა, რაღაც ტრადიციასავით არის პარასკევს საღამოს გასვლა. და მე მგონი ძალიან ისე დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, რომ პარასკევის საღამო. მე ის აღმოაჩინე, რომ საკონცერტო დარბაზიც შემდგრისი არ ყოფილა შეჩეული, რომ ეგ მართლა სურპრიზი იყო ჩემთვის, ხო? რომ აღმოჩნდა, რომ ადრეც იყო მითხარა ამ საკონცერტო დარბაზის მიმართ და არ დაიქვალიფიცირეს როგორც ჩანს. ხო, იმიტომ რომ ფრანგი, ხო არა, იმიტომ რომ ისეც და აი მომენტია რომ ანუ თავისუფლება ეზრდებათ და არ გაიქვალიფიცირებენ უბრალოდ ეგეთ რაღაცას. იგივე ის არის რომ უკვე რეაქცია რაღაცას გააფრთხილებ რომ არ გააკეთო, არა მე გავაკეთებ ამას, თუმცა მithumetes გავაკეთებ. რადგან შეიძლება ეხლა ფიქრობდე რომ დაბრუნდები, მაგრამ წლები გაივლის დაამთავრებ დოქტორანტურას და მერე გადაიფიქრო, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს დღეს როგორ უყურებ შენი დაბრუნების საკითხს, ანუ როგორ ხედავ შენ ადგილს საქართველოში, ან თუნდაც როგორ ხედავ შენ ადგილს აქ და თქვათ ეხლა იმ მომენტში ხარ რომ გადაწყვეტილების მიღება გიწევს თუ უბრალოდ მაინტერესებს, აბა როგორ ან რომ მოდიოდი სიმართლეთან ძალიან დაწუნებული ვიყავი რომ მაგისტრატურას მორჩებოდი და დავბრუნდებოდი გავაგზავნებდი საქართველოს ჩვეულებრივ ცხოვრებას და ძალიან დაწუნებული ვიყავი რომ რაღაც 9 თვიანი მოგზაურობა მქონდა მარტო პარიზში. მაგრამ აი უკვე პრინციპში ზამთარში უკვე ვიცოდი რომ გაგზავნება მინდოდა აქ. რომ მართლა იმდენად სხვა სიტუაცია დამხვდა და თან მithumetes იმდენად ჩემი პროფესიისთვის კარგია აქ ყოფნა, რომ მივხვდი რომ თუ მინდა რომ კარგი სპეციალისტი ჩამოყალიბდე, უნდა დავრჩე. რომ მე თუ თბილისში დავბრუნდები, ან ეხლა თუნდაც მაგისტრატურის მერე, რეალურად მე ვერ ან იმისას ვერ მივახსოვებ რა მიზნისთვისაც ჩამოვედი.
იმიტომ რომ 2 წელი არ არის საკმარისი რომ ბიზანტიის ისტორიაშიც სპეციალისტი ჩამოყალიბდნენ. ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ბიზანტიის ისტორიაზე არ არის საუბარი. და თან მით უმეტეს როგორც ვთქვათ, არ მაქვს უკვე ეს პროექტი, რომელსაც სადოქტოროზეც გავაგრძელებ და ამიტომ ცოტა გახანგრძლივდა ჩემი აქ ყოფნა, იმიტომ რომ რამდენი ხნით არ ვიცი, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული თემას რამდენ ხალხში დავწერ. ხო, არა, აი გასაგებია, მაგრამ აბა შენ პოზიციას როგორ ხედავ? თუნდაც ჩამოყალიბდი პროფესიონალად და თუ ხედავ შენ ადგილს თუ ხედავ საქართველოში. სრული შეკითხვაა ძალიან, იმიტომ რომ ისეთი სფეროებით შეეხება საეკლესიო სამართლება, რეალურად არ მიმდინარეობს შესწავლა საეკლესიო სამართლის. ცალკეული იურისტები შეისწავლიან, მაგრამ იმ კუთხით არა, რა კუთხითაც მე მინდა და ისტორიკოსები პრინციპში მგონი არც არავინ არ შეისწავლებს რაღაც ისე. ხო, რა სპეციალურად, ხო. პრობლემას არავინ არ აკეთებს. და ზოგადად შეისწავლიან, რომ დაუშვათ არის რაღაც საგანი ქონდა სამართლის ისტორია, მაგრამ ის ზოგადად გავდივით, დაუშვათ რა წყაროები ქონდა, მაგრამ აი ესე რომ შედარება, როგორ ფუნქციონირებდა, ესეთი ყველა მე მგონი არც არის, იმიტომ რომ სხვადასხვა მაქვს პრობლემა წყაროების და წყაროების არა, ლიტერატურის. წყაროები არის, ლიტერატურა არ არის, ხო? არა, წყაროების პრობლემაც გვაქვს საქართველოს ისტორია და ეს ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად გვაქვს. კი. ლიტერატურის, რომელიც არ შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. არა, უფრო ქართული ენადაც არ არის და მით უმეტეს უცხოურადაც არ არის. მე მგონი უცხოურად უფრო მეტია ამ საკითხზე, ვიდრე ქართულად, იმიტომ რომ ძალიან ინტერესებაა. აქ რახან ლიტერატურის ნიმუში იქნება თუ სამართლის თუ ნებისმიერი რაც არის ბიზანტიური აინტერესებ როგორ თუ ითარგმნებოდა, როგორ ითარგმნებოდა, რა ცვლილებას განიცდიდა და რა გავლენა ჰქონდა ბიზანტიას პერიფერიებზე. ხო, პერიფერია ვარ. და პირიქით, ეს მართლა ძალიან ინტერესებს, მით უმეტეს იმიტომ რომ თვითონ ვერ იკვლევენ ისე როგორც საჭირო, იმიტომ რომ ქართულ ხო, ენის შესწავლას რომც ისწავლონ ისე ვერ სწავლობენ. ხო, თავის და სხვადასხვა აი ერთი ლექტორი მყავდა, რომელსაც მითხრა რომ მე დავიწყე ერთ წელს სწავლობდი, მაგრამ ვერ გავაგზავნე, იმიტომ რომ წიგნებიც კი არ იყო, რომ მე სწავლობ ქართული და ელემენტარული ლექსიკოიც არ იყო. ხო, ეს სხვა პრობლემაა კიდე, მაგ პრობლემა. მე შევეხებით კიდე სხვა. და ანუ ბევრი პრობლემა ჩნდება ხოლმე საქართველოსთან და ქართულთან დაკავშირებით, ამიტომ მე გვიყვარს რატო არ იკვლევენ საქართველოს. ვერ იკვლევენ. და არ, მგონია რომ ვერ იკვლევენ. ან თბილისშიას ვგონიათ, რომ ანუ აი ჩვენ ყველაფერი გამოკვლეული გვაქვს, ქართულ ყველაფერი დაწერილია და თუ არ ვიციან უცხოეთში არ არის ჩვენი პრობლემა და რომ რეალურად ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ უცხოეთში არ იციან და პირველ რიგში ჩვენ პირველი მიზანი მგონი ის უნდა იყოს, რომ დავიწყოთ თარგმნა. არ ვამბობ ახლა ფრანგულად ითარგმნოს ეს უტოპია, ინგლისურად მაინც რო იყოს ძალიან ბევრ სფეროში. როგორ თქვა, თუნდაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სტატიები, არ ვამბობ რომ ყველა ითარგმნოს, იქნება ძალიან ძირგადაღმავებითი. ელემენტარული საქართველოს ისტორიის კარგი სახელმძღვანელო არ არსებობს, თუნდაც ინგლისურ ენაზე. არ ვამბობ იმ დეტალურ რაღაც უფრო ვიწრო სტატიებს და გონი ეხა იმ ეტაპზე ვართ, რომ ამ კუთხით უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ თუ ამას არ დავიწყებთ, ეხლა თუ კიდე არიან ცალკეული მეცნიერები საქართველოს იკვლევენ, რამდენიმე წელიწადში შეიძლება იგიც აღარ იყოს. იმიტომ რომ რეალურად როგორიც აი შაშანს და რო ვიკვირდი, ანუ საქართველოს ადგილს ბიზანტიისთან სისტემაში, ძალიან ხშირად მომიწია ის რაღაც, იყო სტატია, რომელშიც წესით საქართველოს უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ კავკასიაზე იყო. მაგრამ დავიწყებდი იყო რაც 30 გვერდიანი სტატია, იყო 25 გვერდი სომხეთზე, 5 გვერდში იყო საქართველო და ალბანეთი დავშოთ ჩატეული, ან მერე სხვა სახანოები არა. იმიტომ რომ სომხები წერენ, ქართველები არ წერენ და ამიტომ წერენ რაღაცა 5 გვერდს, იმასაც თითიდან გამოწოვეს. რომ რახან ამიერკავკასიას ეხება სტატია, რომ საქართველოსაც უნდა ეწეროს.
და პრინციპში სულ ერთი და იგივე ეწერა და რაღაც ისეთი არა, გასაგებია რომ ინფორმაცია არ არის, არა მარტო ამ სფეროში, სხვა სფეროებში პრინციპში ერთი და იგივე. ალბათ წინ გადადუნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, ეხლა გამოიცა ქართული ცხოვრება ინგლისურ ენაზე. კი. მაგრამ კი გამოიცა, მაგრამ ინფორმაცია არა აქვს. ინფორმაცია პრინციპში არ არის, აი ეგ არის პრობლემა და სრულიად გეთანხმები. არა მარტო ამ სფეროში, არამედ თითქმის ყველა სფეროში ეგრეა რა. მე გვწრის რომ რატო არ ვიცნობენ და რა უშუალოდ რატო არ ვიცნობენ, იმიტომ რომ არ ვაქტიურობ და არ ვაცნობთ თავს, ესე ვთქვათ. როცა დავიწყებ ჩვენი თავის გაცნობას, ოღონ რეალურად და დავიწყებ ჩვენი თავის გაცნობას, ესე ვთქვათ, დაგეგმილი ნაბიჯებით, მაშინ ალბათ გავიცნობ. ხო, და არა ისე. და არა ისე ჰაი-ჰარაზე, ესე ვთქვათ, მარტო ის არ ნაიცოდე რომ შეიძლება ის რაღაც ხო, აი ეგ მომენტია რა. რეალურად ხო, ნუ ახლა თავისთავად დაგეგმილი პროცესები ჭირდება მაგ ყველაფერს გაკეთებას. ხშირად მომიწია ისე რომ გავშუმდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რომ მეთქვა რამე, უნდა წყარო მეჩვენებინა, რაღაც უნდა დამემტკიცებინა და რომ არ მქონდეს დასამტკიცებელი ქართულიდან რომ ცნეთებმა რაღაც სკეპტიკურად უყურებენ, იმიტომ რომ გეუბნებია რომ ახლა ჩვენ რა ვიცით შენ რა თარგმნე. ხო, რეალურად ამ შენ როგორც ფასულეთის გადათარგმნილი ერთი აბზაცი არ იქნება ისეთ ხო, ისეთი ღირებული როგორც შეიძლება იყოს დაბეჭდილი ნორმალური წიგნი, ღირებული ესე ვთქვათ, ძლიერი მეცნიერის მხრიდან, ან თუნდაც უბრალოდ გადათარგმნილი სტატიები. ის ვიდგომა აქვს საქართველოში, რომ ანუ ჩვენ მაგრებოც აქცია ჩვენზე გვეცეთ ვინ იცის და იმით ხომ რა იცი და არის ხო რო არ იცის მე მოდი გააგებინე შენ ხო მაგარი ხარ შენ სფეროში და მოდი გააგებინე რაშიც მაგარი ხარ გადათარგმნე. ნუ კი. ხო ეგ ისეთი პრობლემაა. პრობლემაც არის, ესე ვთქვათ. ნუ კარგი, რაღაცებს შევეხეთ, ესე ვთქვათ, რო შევაჯამოთ ინტერვიუ, რაღაცებს ვერა, თავისთავად ვერ ჩავატარებთ ყველაფერს ნახევარსაათიან ინტერვიუში. სამწუხაროდ, მედია კიდევ გვექნება საშუალება შენთან გასაუბრების. დიდი მადლობა ძალიან წარმატებებს გისურვებთ და არ ვიცი, შემდეგში აუცილებლად შევხვდებით. დიდი მადლობა ჩვენს ოპერატორს ლაურა მახიცოnis. დიდი მადლობა თქვენ პირად. და მადლობა ყველაფრისთვის, არა მარტო ინტერვიუსთვის. პირიქით, მადლობა თქვენ. ავაზიანი ქართველები შევხვდეთ პარიზში და ეხლა ერთმანეთს მადლობს ვხდიან. და ხო, დიდი მადლობა ისტორიკოსთათვის და იმით გამოთქვა, რომ გააგზავნებთ თქვენს მოღვაწეობას, იმიტომ რომ მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ თქვენ აქტიურად მოღვაწეობდით და ძალიან ვალებში ყოფით და მომწონა თქვენი საქმიანობა და მე რაღაცა მოხდა, რომ წყვეტა გქონდათ დიდი პრინციპში. და კარგი იქნება თუ აღადგენთ, იმიტომ რომ აი მე მაგას სტუდენტი რო ვიყავი, ეგ დანაკლისი მქონდა, რომ არ არსებობდა რაღაც ისეთი ორგანიზაცია დავარქვა დაუშვათ, რომელიც აქტიურობდა ამ კუთხით და ძალიან გამიხარდება თუ აღადგენთ და რა ვიცი, ახალ თაობას მედია ეს დასაწყისი იქნება ეს საშუალება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ პირიქით. აუცილებლად ჩვენს გემშვიდობებით მომავალ ინტერვიუმდე.